სადღაც გადარგული ბავშვობა. ასე ეწოდება აფხაზეთის მკვიდრი ქალბატონის ნანა ჯეჯეიას ციკლს, რომლის პრეზენტაცია ვალერი არქანიას სახელობის არტ გალერეაში გაიმართა. დიდი ემოციებითა და ღრმა ადამიანური ურთიერთობებით გაჯერებულ წიგნში თავმოყრილია მწერლის ავტობიოგრაფიული მოთხრობები, რომლებიც აფხაზეთის თემას, მშობლიური ქალაქის მონატრებას, ომსა და დევნილობას ეხება. ნანა ჯეჯეია გალილეა და უკვე წლებია ოჯახთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს. დროსა და მანძილს მონატრებამ და ნოსტალგიამ ძლია და სოციალურ ქსელში ქვეყნდებოდა ავტობიოგრაფიული ხასიათის მოთხრობები, რომლებსაც როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, მეგობრებისა და საზოგადოების საყოველთაო ინტერესი მოყვა. ნანა ჯეჯეიამ გადაწყვიტა პატარა მოთხრობები ერთკრებულად გამოეცა. ასე შეიქმნა შორეულ კალიფორნიაში ეს წიგნი, სადაც ქალბატონმა ნანამ საკუთარი ცხოვრების მოგონებები შეკრიბა და მშობლიურ გალსა და დედულეთში, ქუთაისის უძველეს უბანში განცდილ ნანახი ჩაატია. პირველი სიტყვა ქუთათურებმა თქვეს და მართლაც ქუთაისში ნანას დედულეთში მოხდა წიგნის პრეზენტაცია. ის ხშირად ამბობს, რომ არ იცის რა არის ეს ნოველა, მოთხრობა თუ სხვა რამ, მაგრამ თითოეული სიტყვა მოფერებით არის, დიდი სიყვარულით არის დაწერილი და გვახსენებს ჩვენს აფხაზეთს, ჩვენ მშობლიურ ქალაქს. ყველაფერი მოგვცა ამ ნაწარმოებებმა, რომ კიდევ ერთხელ შეგვეგრძნო ჩვენი ბავშვობა, ჩვენი ახალგაზრდობის დროინდელი აფხაზეთი და გალი და კიდევ უფრო გაგვიძლიერა იქ დაბრუნების სურვილი. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში გამომავალი ერთადერთი ქართული ჟურნალ მამულის დამფუძნებლისა და რედაქტორის მანუჩარ კაჭახიძის ვიდეო მიმართვა, რომელიც დარბაზმა დიდი ემოციებით მიიღო. სწორედ მანუჩარ კაჭახიძის მხარდაჭერით გამოიცა ეს შესანიშნავი წიგნი. არტ გალერეაში გამართული პრეზენტაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა და მას ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, მწერლის ახლობლები და მეგობრები ესწრებოდნენ, რომლებიც თბილ სიტყვებს და თაიგულებს არიშურებდნენ ქალბატონ ნანა ჯეჯეიას მიმართ. მე დიდი ხანია აი ესეთი მძაფრი შთაბეჭდილება არ მიმიღია წიგნიდან. საოცარი წიგნია. ეს მარტო ის არ არის, რომ დაუშვათ გალელებს გაცნობს, იქაურ სიტუაციას გაცნობს. ეს არის საოცრად მართალი წიგნი. მიუხედავად იმისა, რომ მე თბილისში დავიბადე, თბილისში გავიზარდე, იცით როგორი შეგრძნება მქონდა, რომ ნანას დედა, ჩემი დედაც იყო, ნანას ბებია, ჩემი ბებიაც იყო. ჩემს ბავშვობაშიც მომგზაურა ნანა. რა თქმა უნდა, წითელ ზოლად გასდევს ომი ამ წიგს, ხო? არ გამძიმებს თვითონ ომი და რატომ არ გამძიმებს, იცით? არ არის სიძულვილის ნატამალი არ არის. კითხულობ ამას და დაკარგული ურთიერთობები ტკივა, დაკარგული აფხაზეთი ტკივა და არამცდა არამსარგწელს არც ერთი აფხაზი და არც ერთი სხვა ეროვნების ადამიანი. უღრმესი მადლობა მინდა ყველას უთხრა ამ დაფასებისთვის, დროის გამოძებნისთვის, რომ მობძანდნენ, შემხვდნენ, მომისმინეს, ერთმანეთი ნახეს, მოესიყვარულნენ ერთმანეთს, რაც ასე აუცილებელია. წიგნს რაც შეეხება, ეს არის ჩემი სულის ამოძახილი და ვანდე ამ საზოგადოებას მე ეს ჩემი გმირები. იწერებოდა ეს წიგნი ძალიან დიდი ნოსტალგიით, სევდით, ცრემლითაც კი. ამ წიგნში ვიხსენებ დავიწყებულ ადამიანებს. ადამიანებს, ვისთან ერთადაც გაიარა მთელმა ჩემმა ბავშვობამ. საინტერესო ადამიანები იყვნენ ისინი. ჩემთვის ყოველ შემთხვევაში საინტერესოები იყვნენ და არ მინდა რომ ეს სახეები დაიკარგოს.